როგორ ვაქციოთ ყოველი ჩვენი მოქმედება ლოცვად. რასაც არ უნდა იქნოდეთ ღვთისადიდებლად იქნოდეთ. აი წარმოიდგინეთ, დიასახლისი რესხავს თეფშს. ან თქვათ ადამიანი ატარებს მანქანას. ხო? შეიძლება თუ არა იყოს ეს ღვთისმსახურება, როგორ არ შეიძლება? რანაირად? მოუკლებლად ილოცვიდეთ. ეს არის ლოცვა რა არის? ლოცვა არ არის მაინდა-მაინც თქვათ რაღაც ტექსტის კითხვა. ტექსტის კითხვაც საჭიროა, ამას თავისი ადგილი აქვს. მაგრამ ლოცვის თავარი განმარტება არის არა ტექსტის კითხვა, არამედ მდგომარეობა ადამიანის სულისა, როცა ის ღმერთთან არის, არაფერს არ ამბობს, არის ღმერთთან. აი მაგალითად, წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი, 3 წლის. შეიძლება რაღაცა უთხრა, ხო, ილას აყვარელი ხარ, აბა ეს რაღაცას ეუნების, რაღაც კითხვას გისვას პასუხს ემთა ეს. ხო? და არის შეიძლება მდგომარეობა არაფერს არ ეუნები, არაფერს არ ეკითხები, არაფერს არ გეკითხება და ესე მიხვალ და გულში ჩაიკრავეს. და გაჩუმდები, ესე გულში ჩაკრული ყავს. ეს ხო სიყვარულის ძალიან დიდი გამოვლინებაა. საერთოდ არ ჭირდება სიტყვა, ხო? მდგომარეობაა ეს. მდგომარეობა. აი ღმერთთან ლოცვა ამ სიტყვის დიდი გაგებით, სიტყვები არ არის ლოცვაში, საერთოდ. აი გონებისმიერი ლოცვა რო არის, ისიხასტური პრაქტიკა, იქ ლოცვა საერთოდ სიტყვა აღარ არის, ხრება სიტყვა. სიტყვები რაც არის, ის არის საწყისი ეტაპი. ბოლოს არც რაიმეს თხოვნა არ არის, არაფერს არ თხოვ. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნამდვილ ლოცვაში ადამიანი ღმერთს არაფერს თხოვს. არამედ მასთან არის. და თუ ადამიანმა ამ მდგომარეობას მიაღწია, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ჯერ ცოდვას ის არ გააკეთებს არასოდეს. იმიტომ რომ ჩვენი ხელები რას ნივთებენ, ანუ რას მოქმედებენ, რაც შიგნით გვაქვს. ჩვენი სიტყვა, რატომ არისო, ესე იგი, უქმის სიტყვისათვის პასუხს აკეთებ, იმიტომ რომ სიტყვა ეს რაღაცა ბგერების ერთობლივობა კი არ არის, ეს სულის ენერგია, რაც სულშია, უფალი ასე გვასწავლის, ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი. რაც გულში არ ეტევა, ის ვლინდება ბაგებიდან და როცა შიგნით ღმერთი ყავს და ეს ყოფნა მოუკლებელია. რა თქმა უნდა, შენი სიტყვა იქნება მადლიანი, რა თქმა უნდა, შენი ქმედება ცოდვის გარეშე იქნება და რასაც არ უნდა აკეთებდე, ამას მადლი და სიყვარული მიყვება. და მამის მაგალითი თავად ქრისტეა, ქრისტე 30 წლამდე რას აკეთებდა? ხელოსნობდა. გამზდელი იოსებისაგან ხელოსნობა ისწავლა, ხელოსნობდა. მასთან ხელოსნანი რას ნიშნავს? კლიენტები მოდიოდნენ. ხო? კლიენტებს რა ბედნიერია ვიღაცას ჰქონდა ქრისტეს გაკეთებული რაღაც წარმოიდგინე რა. ხო და ესე იგი, ჯერ ხო ხარისხენად გააკეთებდა. როგორი სიყვარულით მოექცეოდა და ასე შემდეგ. ანუ გესმით, ყველაფერი ღვთისმსახურებად შეიძლება იქცეს, თუ ჩვენ გვაქვს შიგნით ღმერთთან მოუკლებელი მყოფობა, რომლისაკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ.